დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმნით. Როგორც ყოველთვის ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ როგორც მთავარ ფასეულობაზე, ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებაზე ნებისმიერ საზოგადოებაში. იმის ხაზგასმით, რომ ადამიანი უბრალოდ სხეული არ არის. ადამიანი გაცილებით უფრო აღმატებულია, ვიდრე ხელი, ფეხი, გული, კუჭი, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ გვჭირდება იმის გათვალისწინება, რომ ადამიანი არის გარემოს განუყოფელი ნაწილი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მუდმივად ვიღებთ გარემოდან ინფორმაციას და ვუბრუნებთ გარემოს გარკვეულ ინფორმაციას. სხვადასხვა სისტემისგან შედგება ჩვენი სხეული და ასეთ შემთხვევაში ყველა სისტემას, ყველა ორგანოს მკაცრად განსაზღვრული ამოცანა აქვს და შესაბამისი ფორმა, შინაარსი, ფუნქცია. საჭმლის მომნელებელ სისტემას აქვს უზარმაზარი დატვირთვა. არა უბრალოდ იმიტომ, რომ დღეში რამდენჯერმე ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილ საკვებს მიიღებს, გადაამუშავებს, შეითვისებს, არასასურველს გამოყოფს. არა მხოლოდ ამიტომ. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ სწორედ საჭმლის მომნელებელი სისტემის დამსახურებით ჩვენ ვინარჩუნებთ წონასწორობას გარემოსთან და ჩვენ ვინარჩუნებთ წონასწორობას ორგანიზმის შიგნით. და ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი პრობლემა საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველა რგოლში, ნებისმიერ სეგმენტში არის სერიოზული ფაქტორი წონასწორობის დარღვევისთვის მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობასთან მიმართებაში. საჭმლის მომნელებელი სისტემა, რომელიც გულისხმობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და საჭმლის მონელებაში ჩართულ დიდ ჯირკვლებს ღვიძლის, პანკრეასის სახით ქმნის ერთმთლიან სისტემას, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა, როდესაც მთლიანად ნაწლავს წარმოვიდგენთ პირიდან დაწყებულს მთელი ჩვენი კუჭ-ნაწლავის გასრევ, ნებისმიერი პრობლემა გავიაზროთ საერთო ჯანმრთელობის კონტექსტში. დღეს სწორედ ასე მოვიქცევით ჩვენი გადაცემის სტუმართან ერთად. ჩვენ შეთანხმდით, რომ გარემოსთან ურთიერთობისთვის აუცილებლად გვჭირდება ინფორმაციის გაცვლა. და იმაზეც ვისაუბრეთ, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემა სწორედ ამ ინფორმაციის გაცვლაში მონაწილე მთავარი სისტემა. დიახ, ჩვენ გარემოსთან მუდმივად გვაქვს კავშირი, როდესაც საკვების სახით ამა თუ იმ ნივთიერებებს ვიღებთ და შემდეგ გარემოს ვუბრუნებთ გადამუშავების პროდუქტებს. მაგრამ ამ ამოცანისთვის ანატომიურად და ფუნქციურად მოწყობილი საჭმლის მომნელებელი სისტემა ნიშნავს იმას, რომ ფორმითაც და შინაარსითაც ემსახურება კონკრეტულ მიზნებს. ნებისმიერი პრობლემა, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემაში ჩნდება, არ აღმოჩნდება ხოლმე იზოლირებული და რასაკვირველია მთლიანად სისტემის მუშაობაზე ახდენს გავლენას. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ჩნდება მაგალითად ანატომიური დეფექტები, რომელსაც შეუძლია როგორც ფორმით, ასევე შინაარსით შეცვალოს ამა თუ იმ ორგანოს მუშაობა. ძალიან ბევრ თქვენგანს გაგიგიათ წყლოვანი დაავადების შესახებ. წყლულები ძალიან აქტუალური თემაა სხვადასხვა სისტემასთან, სხვადასხვა ორგანოსთან და თქვენ წარმოიდგინეთ სხვადასხვა ქსოვილთან მიმართებაში. მაგრამ საჭმლის მონელება, წყლოვანი დაავადება, როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, დღეს ჩვენ ამ თემაზე უნდა ვისაუბრებთ და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის მეგობარი, გასტროენტეროლოგი პროფესორი ბატონი გოჩა ბარბაკაძე. დილამშვიდობისა ბატონ გოჩა. გამარჯობა, მოგესალმებით თქვენ და თქვენ მაყურებელს. ჩვენ წლების მანძილზე მეგობრობთ და თანამშრომლობთ და ძალიან ბევრ თემაზე გვისაუბრია, სხვადასხვა საკითხზე გვისაუბრია, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა კონკრეტულ პრობლემას ვეხებით ხოლმე. წყლოვანი დაავადება ძალიან ძველი თემაა და ძალიან ხანდაზმული სამედიცინო პრობლემა, თუმცა ყოველთვის არის ხოლმე აქტუალური კითხვა. როდესაც იცვლება ეპოქა, როდესაც იცვლება სამედიცინო ცოდნის განვითარების დონე, არის თუ არა კვლავ აქტუალური ესა თუ ის პრობლემა და რატომ გავმიჯნავთ ხოლმე ერთმანეთისგან კუჭის წყლული, 12 გოჯას წყლული, არის თუ არა ეს ასე მნიშვნელოვანი? წყლოვანი დაავადება საკმაოდ აქტუალურია, ყოველთვის რაღაც პერიოდში მართალი ბრძანდებით, შედარებით დაიხია უკან მისმა გავრცელების არეალმა, ასევე სიხშირემ
თუმცა დღეს მაინც ისევ და ისევ აქტუალურია. წყლული ჩდება კუჭზე ძირითადად და 12 გოჯადაწლავზე, ასევე საყლაპავის ქვემო ნაწილზე და იმით არის საინტერესო, რომ ის არის ღრმა დეფექტი. აი განსხვავებით თქვა რა არის ეროზია, რა არის გასტრიტი, დუოდენიტი, ეს არის ლორწოვანი სანთება. მთავარი გარსი კუჭდაწლავის ტრაქტის არის ლორწოვანი გარსი. მისი ანთება ყოველ საყლაპავიდან დაწყებული სწორნაწლავამდე ყოველთვის შეიძლება განვითარდეს, მაგრამ წყლულოვანი დაავადება ეს არის უკვე ღრმა დეფექტი, რომელიც მოიცავს როგორც ლორწოვან გარსს, ასევე ლორწქვეშა გარსს და ზუსტადაც ამიტომ არის საჭირო, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს გართულებები, რადგანაც ღრმა დეფექტია. რო ვთქვათ, ეს სახალხოდ მომიტევით, მაგრამ გახრეთ, ანუ პერფორაცია ძალიან ხშირი გართულება და სისხლდენა, რადგანაც ღრმა დეფექტია, ის აზიანებს ირგვლივ მყოფ სისხლძარღვებს, ნერვულ უჯრედებს, იწვევს სისხლდენას და სხვადასხვა გართულებებს. აი, ამიტომაც არის აქტუალური. ომეპრაზოლის გაჩენა ყველაც მოგეხსენებათ, ეს არის ომეპრაზოლს ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან ფართოდ გავრცელებული პრეპარატია ეს ჩვენს გადაცემაში მედიკამენტებს არ არის ჯენერიკის სახელი, რომელიც პირველი გაჩნდა 1980 წელს და მისი აღმოჩენა იყო რევოლუციონალური და მან უკან დასწია წყლოვანი დაავადების გავრცელება. ეს არის უბრალოდ პრაზოლს ვამბობ, პროტონების ტუბოს ინჰიბიტორი. ასევე 1993 წელს ავსტრალიაში გასტროენტეროლოგი იყო მარშალი და მისი რეზიდენტი იყო ორენი, რომლებიც დაკვირვებას აწარმოებდნენ და გაუჩნდათ იდეა უფრო სწორად ენდოსკოპიის შედეგად მიღებულ ბიოპტატში მათ ეჭვი შეიტანეს, რომ აქ უნდა ყოფილიყო ბაქტერია. ეს როდესაც პირველად მათ გადაუგზავნეს, ასე ვთქვათ, ჟურნალ Lancet საერთაშორისო ჟურნალი იყო, ეს იმდენად მოულოდნელი და არადამაჯერებელი იყო, რომ მათ უარი მიიღეს ამის გამოქვეყნებაზე და ცოტა ხნით გაჩერდა ეს აღმოჩენა, თუმცა შემდგომში განაგრძეს მათ ეს აღმოჩენა, ძალიან შეუპოვრები იყვნენ ამ მხრივ, რადგან დარწმუნებული იყვნენ ნახეს ბიოპტატში ეს ბაქტერია და უწოდეს Helicobacter pylori, რამე თუ ის არის სპირალის მსგავსი ბაქტერია, არის პილორუსთან ახლოს ანტრუმში და ამიტომ ეწოდა ეს სახელი 1983 წელს გააგზავნეს ისევ და ისევ ამ Lancet-ში და მაშინ უკვე გამოქვეყნდა და შემდეგ ნობელის პრემიაც მიიღეს. აქ მე უკვე შევეხე ეტიოლოგიას წყლულის. წყლული არ არის ერთფაქტორიანი დაავადება, მას იწვევს რამდენიმე ფაქტორი. აი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ეს არის ეს ბაქტერია, რომელზეც ვისაუბრეთ, მოკლედ Helicobacter pylori და რა თქმა უნდა, მანამდე ცნობილი იყო სიმჟავის მომატება. თუმცა არის მრავალი სხვა ფაქტორი. შეიძლება სრულად არ იყოს მომატებული სიმჟავე, არ იყოს Helicobacter pylori-ის გააქტიურება, მაგრამ სტრესის ფონზე გავრცელდეს წყლული. წყლული არ არის გენეტიკური დაავადება, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახურ ადამიანს. თუ ოჯახში ახლონათესავები, დედმამიშვილი არის დაავადებული წყლოვანი დაავადებით, პიროვნება განწყობილია, ანუ არსებობს გენეტიკური განწყობა, რომ განვითარდეს წყლოვანი დაავადება. აი, ამასთან დაკავშირებით მაქვს რამდენიმე შეკითხვა. რაზედაც თქვენ საუბრობდით, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია იმ წახნაგითაც, რომელიც დასამახსოვრებელი აღმოჩნდა სხვადასხვა თაობის ადამიანებისათვის. მაგალითად, თუნდაც 90-იან წლებში გასული საუკუნის, თუნდაც 2000-იანი წლების დასაწყისში. წყლოვანი დაავადება ჯერ კიდევ რჩებოდა ქირურგიულ პრობლემად და რჩებოდა იმიტომ, რომ სწორედ ეს დავა სამეცნიერო საზოგადოებაში არ იყო ბოლომდე გადაჭრილი, მართლაც ბრალდებული არის ბაქტერია, ბოლომდე დავეყრდნოთ ამას, თუ დაზიანების კერას ქირურგიულად უმკურნალთ. დღევანდელი სამედიცინო საზოგადოება დარწმუნებით საუბრობს იმაზე, რომ ეს თერაპიული პრობლემაა და რომ მას შეიძლება გავუმკლავდეთ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით რა არის გამომწვევი და კონკრეტული სამედიცინო სქემის შერჩევისა, სადაც მედიკამენტებია კომბინაციით შერჩეული, ჩვენ ამ პრობლემას გადავჭრით. თუმცა თქვენ ახსენეთ ოჯახური ისტორია, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარ-განწყობა, ანუ როგორი არის გენეტიკური ფონი, ანუ როგორი არის მემკვიდრული ფონი. მაგრამ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ოჯახურ ურთიერთობას ეხება, ყოველდღიურ ცხოვრებას და რუტინას. და მე შეგნებულად სწორედ ამ ადგილას გთხოვეთ შეყოვნება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მაყურებლის ვიდეო კითხვა, მე ვფიქრობ თემატურად ძალიან კარგად გააგრძელებს ჩვენ საუბარს. მოდით მოვუსმინოთ მაყურებელს, ვუპასუხოთ მის კითხვას და ვფიქრობ მაყურებლისათვის, ფართო საზოგადოებისათვის უფრო გასაგები იქნება, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ოჯახური ისტორია. სიამოვნებით.
გამარჯობა, შეკითხვა მაქვს ასეთი, კუჭის წყალი გადამდები არის თუ არა და რამდენად შესაძლებელია ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს დაუდგინდეს წყლოვანი დაავადება? მადლობა მაყურებელს. პრაქტიკულად ეს უკავშირდება იმ ოჯახურ წინასწარ-განწყობასაც, რომელზედაც თქვენ საუბრობთ. ერთ-ერთი ფაქტორია ეს არის. მაგრამ არის კიდევ რაღაც ქვეტექსტი ამაში, რომელზედაც პასუხს მე ახლა თქვენგან ველოდები. მე ვფიქრობ, რომ ეს პასუხი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ფართო საზოგადოებისთვისაც, იმიტომ რომ ცოტა უცნაურია, რატომ შეიძლება წყლოვანი დაავადება ოჯახში საყოფაცხოვრებო კონტაქტებით აღმოჩნდეს გადამდები. ეს რეალურია, გოჩა? რეალურია, ნამდვილად ერთი რაც უკვე თქვით, ჩვენ ერთად რომ ეს არის გენეტიკური განწყობა, ფონი, მემკვიდრული კი ბატონო და მეორე ზუსტად ის რაც თქვი რომ ჰელიკობაქტერ პილორი, რომელიც არის გამომწვევი ერთ-ერთი წყლოვანი დაავადების, ეს არის ბაქტერია, ეს არის ბაქტერია, ძალიან რთული ბაქტერია თავისი სტრუქტურითაც, ბუნებითაც. ძალიან საინტერესო და ის ზუსტად საყოფაცხოვრებო გზით გადაედება. არა თუ ვთქვათ მარტო ნერწყვით და ასე ვთქვათ კონტაქტით, არამედ ჭურჭლის საშუალებითაც და ამიტომ ძალიან რაც სრულად ბუნებრივია ოჯახში რომ ბუნებრივია გავრცელდეს ოჯახში და ბავშვებსაც კი აქვთ ეს ბაქტერია არიან მისი მატარებლები. თუმცა კარგი ის არის რომ ის არ არის ყოველთვის აგრესიული. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც უკვე ნათქვამიდან გამომდინარეობს, უკავშირდება რისკის ჯგუფს. გასაგებია, რომ არსებობს ოჯახური წინასწარ-განწყობა, არსებობს მაგალითად საყოფაცხოვრებო კონტაქტები, ელემენტარულად საერთო ჭურჭელი, რომელიც ქმნის რისკს ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებისთვის. მაგრამ არის კიდევ სხვა ფაქტორები, რომელიც განსაზღვრავს რისკს. წლების მანძილზე იყო ლაპარაკი, თუნდაც სისხლის ჯგუფის მიხედვით, ასაკობრივი თვალსაზრისით, ცხოვრების წესის ფაქტორებთან კომბინაციაში. გვაქვს რაღაც დამატებითი რისკ ფაქტორები, რომელთა გათვალისწინება წყლოვანი დაავადების რისკებზე საუბრისას მნიშვნელოვანია. აუცილებლად სისხლის ჯგუფებთან მიმართებაში სტატისტიკური დაკვირვება არის, თუმცა მეცნიერულად დადასტურებული არ არის. მაგრამ ცხოვრების წესი ეს აუცილებლად. აი მე რადგან ვთქვი, რომ პოლიეტიოლოგიური დაავადება, კუჭის წყლოვანი დაავადება, ბევრი ფაქტორი იწვევს. ეს ფაქტორია უპირველეს ყოვლისა კვება და ცხოვრების წესი. სიგარეტი, ალკოჰოლის მოხმარება და ნებისმიერი საკვები, რომელიც სიმჟავეს უმატებს და ლორწოვანს აზიანებს. ისევე ვთქვათ, როგორც სიგარეტი და ისევე როგორც ალკოჰოლი, ამას იწვევს ცხარე, მჟავე, ციტრუსიანი საკვები. სისტემატური გამოყენება, სისტემატური გამოყენება და სხვადასხვა ასეთი მავნეჩვევები. როდესაც ამ მავნეჩვევებზე საუბრობთ ხოლმე, თითქოს ძალიან გაცვეთილია ეს ფრაზები და საზოგადოება თვლის, რომ ისეთაც ყური მიაჩვია, რომ წეველობა, ალკოჰოლი, ყველაფერს ამას აბრალებენ. არა და ეს მტკიცებით არის დადასტურებული და არის ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე წახნაგი, რომელიც ხეს ჩვენ გვინდა რომ მოვასწროთ. როდესაც თქვენ საუბრის დასაწყისში ერთმანეთისგან გამიჯნეთ კუჭის წყლოვანი დაავადება, ახსენეთ საყლაპავის წყლოვანი დაზიანება, 12 გოჯა. ადამიანი, რომელსაც შეიძლება უკვე დაეწყო წყლოვანი დაავადება, შეიძლება დაკვირვებით გარკვეულწილად მიხვდეს, რომ შეიძლება აქვს პრობლემა და პირველი სიმპტომებით, პირველი ნიშნებით მიაკითხოს ექიმს. რითი განსხვავდება მაგალითად კუჭის წყლოვანი დაზიანება 12 გოჯას წყლოვანი დაზიანებისაგან? რა თქმა უნდა, წყლოვანი დაავადებას რადგან ღრმა დეფექტია, აქვს თავისი გამოვლინება, თავისი ნიშნები, თუმცა ძალიან იშვიათად მიმდინარეობს ეს უსიმპტომოდ მუჯწყლოს ვეძახით ჩვენ ამას უწოდებთ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია. კლასიკური გამოვლინება არის ტკივილი, რა თქმა უნდა, ამ ღრმა დეფექტმა გამოიწვია ტკივილი, ეპიგასტრობის მინდა ხმარობთ, ანუ მუცლის ზემო ნაწილში. ტკივილი კლასიკურად 12 გოჯას წყლოვანი დაავადების დროს არის უზმოზე და არის ღამის შიერზე დიახ. ხოლო კუჭის წყლის დროს ტკივილი განსაკუთრებით იგივე მიდამოში მუცლის ზემო ნაწილში არის, მაგრამ უფრო კვების შემდეგ აღმოცენდება ხოლმე და ასევე საყლაპავის ქვემომესაბჭი თუ არის წყლოვანი დეფექტი, ასევე უპირატესად კვების შემდეგ აღმოცენდება. ანუ მიირთვა ადამიანმა დაასრულა კვება და მაშინ დაიწყო ტკივილი და 12 გოჯას დროს პირიქით შიერზე, მაგრამ როდესაც მიირთვებს საკვებს, პირიქით ტკივილი შემცირდება. რა თქმა უნდა, ეს დროებით, სიმპტომურად, მაგრამ შემცირდება. ეს კარგია, მაგრამ თუ როდესაც შემდეგ ისე უშიერი უზმოა კუჭით დაცარიელდება, სიმჟავე მოიმატებს 12 გოჯას წყლოვანი დაავადების მქონე პაციენტს, ასევე დაეწყება ტკივილი. და რა თქმა უნდა, ამ მომატებული სიმჟავის გამო აქვს პაციენტს გულწბარვა. ეს არის ძირითადი კლასიკური სიმპტომები, რომლის გამოც უნდა მიმართოს ექიმს და როგორც თქვენ ახსენეთ, დღეისათვის ზუსტად თერაპიული
პრობლემაა წყლოვანი დაავადება, რადგან ვიცით ჰელიკობაქტერ პილორის ერადიკაცია, ვიცით მისი ბუნება, მგზნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ, არის უკვე პროტონების ტობოს ინჰიბიტორი, რომელიც ძალიან ძლიერად თგუნავს სიმჟავის წარმოშობას, თითქმის ქირურგიამ უკან გადაიწია მხოლოდ გართულებების გარდა. თუ კი არის სისხლდენ, არის პერფორაცია, მაშინ რა თქმა უნდა საჭიროა ქირურგიული. აი ამ საკითხსაც შევეხებით, დავუბრუნდები დიაგნოსტიკას. როდესაც თქვენ ჩამოთვალეთ სიმპტომები, ამ სიმპტომების აღმოჩენა თითქოს არ არის რთული, იმიტომ რომ ყოველდღიურ რეალობაში ადამიანები დღეში ერთხელ კი არა, რამდენჯერმე ვიკვებებით და დღეღამის რიტმის მიხედვით ტკივილის წარმოშობაც ასევე შესაძლებელია დაკვირვებით. მაგრამ ეს სიმპტომები შეიძლება სხვა პრობლემებსაც უკავშირდებოდეს, ან ადამიანს ერთდროულად რამდენიმე პრობლემა ჰქონდეს. როდის ვამბობთ დანამდვილებით, რომ არის წყლოვანი დაავადება? ამ სიმპტომებს ხომ არ ეყრდნობა მხოლოდ ექიმი, მხოლოდ ამ სიმპტომების საფუძველზე ხომ არ სვამს წყლოვანი დაავადების დიაგნოზს? რის საფუძველზე ისმება? ცხადია სიმპტომებია, ცხადია მინიშნება, მაგრამ რა დიაგნოსტიკური მეთოდებია? კი, მართალი ბრძანდება, კომბინაცია, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად დაავადებებს. შეიძლება იყოს კუჭის პრობლემა, თუნდაც წყლოვანი დაავადება, იყოს ნაღლის ბუშტის სანთეება, ქოლეცისტიტი, იყოს პანკრეატიტი და ერთდროულად რამდენიმე პრობლემა. თქვათ, ან ნაღლის ბუშტის კენჭი ქონდეს პიროვნებას და მას პარალელურად 12 გოჯანაწლავის ეს ერთ-ერთი ფაქტორიც არის გამომწვევი და 12 გოჯას წყული განუვითარდეს. ამიტომ დიფერენცირება ცოტა რთულია. საბოლოო დიაგნოზი, რა თქმა უნდა, შეუცვლელი დღეს მსოფლიოში არის ენდოსკოპია. ანუ, რა ვიცი, თუ გასაგებად რო ვთქვა, ზონდით დათვალიერება, ენდოსკოპიურის ლორწოვანის დათვალიერება. კი ბატონო, ეს არის აუცილებელი დიაგნოზის დასადასტურებლად. ეს ნახულობს წყლის ზომას, ფორმას, სად მდებარეობს კუჭია, 12 გოჯაშია და აქვს ძალიან დიდი საშუალება ასევე შეგვიძლია ავიღოთ ბიოპსია, რომ ნახოთ თუნდაც არის თუ არა ჰელიკობაქტერ პილორი. და ზოგჯერ სისხლდენას გავაჩეროთ. სისხლდენის გაჩერება, მკურნალობის მიზნითაც კი დღეს უკვე გამოიყენება ენდოსკოპია, არათუ დიაგნოზის. მე უნდა დაგისვათ კითხვა, რომელიც ძალიან ხშირად აქვთ ხოლმე ადამიანებს და ეს ბუნებრივიც არის. ენდოსკოპიურ გამოკვლევაზე მეტად ფართო საზოგადოებას ეადვილება, გვიადვილება ადამიანებს, მაგალითად ულტრაბგერითი, ანუ ეკოსკოპიური გამოკვლევა. თქვენ როგორც გასტროენტეროლოგი გერმანიაში მუშაობის დროს თავად ატარებდით ხოლმე ეკოსკოპიას, იმიტომ რომ ეს შედიოდა კვლევის ინსტრუმენტთა ჩამონათვალში. არის თუ არა ეკოსკოპია წყლოვანი დაავადების დროს ის მეთოდი, რომელიც საკმარის ინფორმაციას მოგვაწვდის და შესაბამისად მოგცემს საშუალებას დავსვათ დიაგნოზი? არა, ნამდვილად არა. დღესდღეობით მაინც შეუცვლელი არის ენდოსკოპიური გამოკვლევა. ეხოსკოპიური გამოკვლევის დროს ძირითადად ნახულობთ პარენქიმულ ორგანოებს, თქვა ღვიძლს, პანკრეას, ელენთას, თირკმელს, ნაღლის ბუშტს. ასევე ნახულობთ ჩვენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოებს, მაგრამ ნახულობთ მის კედელს. კედელს, თქვა, თუ კედელი არის გასქელებული, თქვა, არის წყლოვანი კოლიტის დიაგნოსტიკაში, კრონის დიაგნოსტიკაში ეხოლოგიური კვლევების ჩატარების გამართლება, რადგან უნდა შევაფასოთ კედელი, გასქელებულია თუ არა კედელი, მაგრამ ლორწოვანის შესაფასებლად მაინც შეუცვლელი არის ენდოსკოპიური კვლევა და ასევე წყლოვანი დეფექტის დასადასტურებლად შეუცვლელია ენდოსკოპია. როდესაც ჩვენ მაყურებელმა დაგვისვა ვიდეო კითხვა ოჯახურ ისტორიასთან დაკავშირებით, თქვენ უკვე საუბრობდით, რატომ შეიძლება არსებობდეს წინასწარი ოჯახური განწყობა და ამასთან დაერთოს საყოფაცხოვრებო კონტაქტები, რომელიც ბაქტერიის ფართოდ გავრცელებას ოჯახის შიგნით შეუწყობს ხელს. თუმცა კითხვა, რომელიც უნდა დაგისვათ, გარკვეულწილად გამომდინარეობს იმ ფრაზიდან, რომელიც მკურნალობის თანამედროვე მიდგომას უკავშირდება. თქვენ ბრძანეთ, როგორ დაიხია უკან ქირურგიულმა ჩარევამ და გაცილებით ფართოდ ეფექტიანად გამოიყენება თერაპიული ჩარევა. ანუ მარტივად რომ თქვა, წამლებით მკურნალობა იმისთვის, რომ წყლოვანი დაავადება დავძლიოთ. ბრუნდება თუ არა წყლოვანი დაავადება? ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, როდესაც ბაქტერიებს ვუპირისპირდებით, არის თანამედროვე მედიცინისათვის საყურადღებო საკითხი. ბაქტერიები ხელახლა იჩენენ თავს, შეიძლება ჰელიკობაქტერ პილორი კვლავ გააქტიურდეს ერთსა და იმავე შემთხვევაში, ერთი და იგივე ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ამან გამოიწვიოს ხელახლა დაავადების გამწვავება, ხელახლა წყლის ჩამოყალიბება და ასე შემდეგ. აი ამ თვალსაზრისით
რა გამოცდილება აქვს თანამედროვე აუცილებლად ჰელიკობაქტერ პილორი პირობით პათოგენური ბაქტერიაა, მაგრამ ძალიან აგრესიულია და ზუსტადაც მას ახასიათებს გააქტიურება. ჰელიკობაქტერ პილორის აღმოჩენა აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ჩავატაროთ ანტიბიოტიკოთერაპია, ანუ მისი აღმოფხრან ერადიკაცია. აი ეგ ძალიან რთულად არის საკითხი და მახსენდება ბძენიშოთას გამონათქვამი, ზოგჯერ თქმას ჯობს, არა თქმასა, ზოგჯერ თქვითაც დაშავდების. ყოველთვის არ არის მკურნალობა აუცილებელი, არის ჰელიკობაქტერი, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც არის, თუნდაც როდესაც არის, მაგრამ ზოგჯერ თუ არ ვუმკურნალებთ, დავაშავებთ იმდენად, რამდენადაც ჰელიკობაქტერ პილორის შეუძლია გამოიწვიოს ატროფია კუჭის და კუჭათლავის ტრაქტის, სადაც დაირღვევა შეწოვა და შედეგები მერე შედგება ანემია, მალაბსორბცია და ცუდი შედეგები გვაქვს. საკვები ნივთიერების უკმარისობა ორგანიზმში. ასევე სიმსივნე. დიახ. კუჭის სიმსივნე, ეგრეთ წოდებული მალტლიმფომა და კიდევ უფრო აგრესიული კარცინომა, ანუ ავთვისებიანი სიმსივნე. ამიტომ ძალიან რთულია, მაგიტომ აღვნიშნე ჰელიკობაქტერ პილორი და ძალიან საინტერესოა მისი სტრუქტურა და საინტერესოა ასევე ჩვენ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ პირობით პათოგენური ბაქტერია ორ ანტიბიოტიკს საჭიროებს სამკურნალოდ და გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ ძალიან რეზისტენტული გახდა ამ ანტიბიოტიკებისა, რომელსაც ტრადიციულად კლასიკურად ვიყენებდით და ამიტომ სულ ახალი საჭიროება კომბინაციისა. კუჭის წყლის სამკურნალოდ ერთად გამოიყენება 3 პრეპარატი, ანუ ტრიპლეტ თერაპიას ვუწოდებთ მას, აუცილებლად პროტონების ტუბოს ინჰიბიტორი დავდგუნოთ სიმჟავე და 2 ანტიბიოტიკი, მაგრამ ამ ანტიბიოტიკების შეჭრევაც ძალიან ოპტიმალურად უნდა მოხდეს ექიმის მიერ. და თქვენ მიერ ნათქვამი ნიშნავს იმას, რომ თუ მოკლედ შევაჯამებთ, ჰელიკობაქტერ პილორი, როგორც ბაქტერია, შეიძლება იყოს საფრთხე ყველა ასაკის ადამიანისთვის. რომ ერთი ოჯახის შიგნით მისი გავრცელება ძალიან საყურადღებოა. რომ მას შეუძლია ხელახლა გააქტიურდეს თუნდაც ნამკურნალ ორგანიზმში და რომ მხოლოდ სიმპტომების არსებობა, ან თუნდაც ბაქტერიის ნამდვილად არსებობა არ ნიშნავს სასახად იმას, რომ ყველას ერთნაირი სამკურნალო სქემა დაენიშნება და რომ წყლოვანი დაავადების დიაგნოზის დასადგენად საჭიროა ოქროს სტანდარტი დავიცვათ ენდოსკოპიური კვლევის სახით, შესაბამისად ჩატარებული მკურნალობის შემდეგ საჭიროა ასევე პროფილაქტიკური ზედამხედველობა და შემდგომი კონსულტაციები ექიმთან და რა თქმა უნდა საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი მკურნალობა. ეს იყო დღევანდელი ჩვენი ძირითადი თემა, ჩვენ უპასუხეთ მაყურებელთა იმ ნაწილს, რომელიც დაინტერესებული იყო წყლოვანი დაავადებით, რამდენად აქტუალურია ეს საკითხები კვლავ და იცვლება თუ არა მის მიმართ მიდგომა თანამედროვე რეალობაში, განსაკუთრებით საყურადღებო იყო ადამიანებისათვის რამდენიმე კითხვა, მათ შორის ოჯახური ისტორიასთან დაკავშირებით და მათ შორის დაავადების დაბრუნებასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ დღეს თქვენ ყველა ამ კითხვას უპასუხეთ. ძალიან დიდი მადლობა. რასაკვირველია ჩვენი გადაცემის საეთერო დროის შესაბამისად. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მრავალწლიანი მეგობრობისთვის, დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ გასტროენტეროლოგი პროფესორი ბატონი გოჩა ბარბაქაძე. მე რასაკვირველია ჯერ არ გემშვიდობებით და მინდა გაგახსენოთ. როდესაც კუჭნაწლავზე ვსაუბრობთ, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ვსაუბრობთ, მახსენდება ფრაზა, რომლითაც ყოველთვის ჩვენს გადაცემაში ამ თემასთან დაკავშირებით ხაზგასმით ვამბობთ. ნაწლავი ჩვენი მეორე ტვინია. ეს იცის თანამედროვე მტკიცებითმა მედიცინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნაწლავში მიმდინარე პროცესებს შეუძლია აშკარა და ზოგჯერ მნიშვნელოვანი უხილავი გავლენა იქონიოს ჩვენი თავის ტვინის მუშაობაზე, შესაბამისად ყველა სისტემის მუშაობაზე. მეორე მხრივ ჩვენი თავის ტვინის მდგომარეობა, ფსიქოემოციური მდგომარეობა ბევრად განსაზღვრავს იმას, როგორი შეიძლება იყოს პროცესები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, კუჭნაწლავის ტრაქტში. მათ შორის როგორია სარეგულაციო მექანიზმების მდგომარეობა და რამდენად მნიშვნელოვანია იმის გახსენება, რომ ადამიანის ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ კუჭის ან გულის მდგომარეობა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა ეს გახლავთ სრული ფიზიკური მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. ამიტომ ჩვენი ჯანმრთელობის ყველა წახნაგი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ადამიანი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კუჭი ან ღვიძლი. ადამიანი არის ერთი მთლიანი განუყოფელი და ამიტომ საუბრობთ ხოლმე ფსიქიკური ჯანმრთელობის როლზე, ისევე ტოლფასად, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის როლზე. ამის დასტური გახლავთ დღევანდელი ჩვენი სიუჟეტი, რომელიც ქრისტე შანავამ მოამზადა.
დათუნა ძალიან აქტიურია. ძალიან უყვარს დასუფთავება, ნაგვის გადაყრა, ეზოში ჩასვლა, უყვარს დათუნას კვერის დალაგება, უყვარს ძალიან ურთიერთობები. ძალიან პასუხისგებლიანი ახალგაზრდა, ძალიან დაინტერესდა ხეზე მუშაობით და სურს რომ კიდევ უფრო განივითაროს თავისი უნარები. მე ვარ დადო კარადაზე, ვარ 18 წლის. გალეო გამოდივა. ხასიათი მოდივა რა. სახში ყოფნა არ გიყვარს? დედა ყავს იტალიაში და ერთი ძმა ყავს და სულ ეკონტაქტება. დედა უშენერში ამე, აი უშენერში. დედასნაი არავი არ ამე. მინა დედასა ვიყო რა. ამ ადამიანთან ურთიერთობაში სწავლობ ამათ სამყაროს. ყველა ადამიანი არის უნიკალური, არის ძვირფასი, არის საინტერესო. ჩვენ ამათი მეგობრები ვართ და მხარდამჭერი ვართ და ესენი ყველაფერს აკეთებენ. მე ვილა მევაეთე რა. სას ოჯახში რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ. ოღონდ ჩვენი ხელმძღვანელობითაც არა, მხარდაჭერით. ჩვენი დახმარებით ერთად ვაკეთებთ, ერთად მუშაობთ, საჭმელს ერთად ვაკეთებთ, სახლს ერთად ალაგებენ. ეთამასები. იდოლო. მე ხმალები რა ყველა. ვინ გასწავლა? დედათა მამასალა. ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ისინი გახდნენ ჩვენი გუნდის ნაწილი და მათი სახით ახალი მეგობრები შევიძინეთ. ასოციაცია იკაოს-21-ის ბაზაზე, ვინაიდან ეს არის 18+ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრი, ჩვენ ძირითადად მუშაობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების სახელობო უნარების დამოუკიდებელი უნარჩვევების განვითარებაზე და ხელს უწყობთ შემდეგ მათ დასაქმებას. და აი ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ჩავრთეთ სხვადასხვა ცენტრებიდან და ორგანიზაციებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები და მათ შორის აქტიურად თანამშრომლობთ ორგანიზაციასთან, ჩვენს კოლეგასთან და პარტნიორსთან ხელი-ხელს და ამ ორგანიზაციიდან ჩვენთან ჩაერთო ხის სახელოსნოში რამდენიმე ბენეფიციარი და მათ შორის ჩვენი საყვარელი დათუნა. ავით ხას ალო მე ვილა მასალე. მოგეხსენებათ, რომ ძალიან რთულია დღეს ინტელექტუალური განვითარების შეფერხების პირთა დასაქმება. ეს არის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს დასაქმება და ჩვენ აი ხის სახელოსნოში, ზუსტად ხის სახელოსნო მორგებულია უშუალოდ ინტელექტუალური განვითარების პირთა საჭიროებებზე, როგორც მეთოდოლოგიურად, ისე საწარმო მიმართულებით და აი ყველა უნარის განვითარებაზე ხდება გუნდური პრინციპით მუშაობა მათ მხარდასაჭერად და შრომით ბაზარზე გასასვლელად. როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე ჯანმრთელობაზე, რა თქმა უნდა, კლასიკურ განმარტებასთან ერთად, სადაც ფიზიკურ, მენტალურ, სოციალურ კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვჭირდება ჩამონათვალის ხაზგასმა, მაგალითად, სოციალური ჯანმრთელობისათვის რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობები. ურთიერთობები ოჯახის შიგნით და თქვენ მიაქციეთ ყურადღება დათუნას განსაკუთრებით სიყვარულით ნათქვამ სიტყვებს, დედიკოს მისამართით და ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მასშტაბის საზოგადოების მხარდაჭერა. დიახ, შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების სიმწიფეს. ჩვენ როგორ ვართ განწყობილები? ჩვენ რამდენად მზად ვართ ურთიერთმხარდაჭერისათვის? და აი ასეთ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოება არის ადაპტირებული, საზოგადოება ქმნის შესაბამის გარემოს, მაშინ შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად ადამიანების უნარები აღმოჩნდება შეუზღუდავი. ამას ემსახურება ეს რუბრიკა, ამას ემსახურება ყველა ის ისტორია, რომელსაც ჩვენს გადაცემაში ისმენთ და ნახულობთ წლების მანძილზე. და რასაკვირველია, ჩვენი ტრადიციული ნაწილი, ჩვენი გადაცემის პრაქტიკულად კონცეფციის საფუძველი შუქნიშანი, რომელიც კვებაში დღეს უკავშირდება საჭმლის-მომნელებელ სისტემას. კვებითი შუქნიშანი, ანუ სამფერი რეკომენდაციები, სიმბოლურად, თუმცა შინაარსობრივად უკიდურესად მრავალფეროვანი.
რა თქმა უნდა, სხვადასხვა შემთხვევაში, სხვადასხვა პრინციპებით აგებული რჩევები, თუმცა გადანაწილებული თეფშზე, როდესაც ჩვენ ყველა ჯგუფის საკვებ პროდუქტს ვიყენებთ გარკვეული თანაფარდობით, რომელიც ყველაზე ოპტიმალურია ჩვენი ორგანიზმისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საუბრობთ 5 ჯგუფის, 5 ფერის პროდუქტზე, სულ ცოტა ყოველდღიურ რაციონში. როდესაც დღიურ რაციონს წარმოვიდგენთ როგორც ნახევარს, სულ ცოტა ნახევარს, ხილისა და ბოსტნეულის გათვალისწინებით, ხოლო მეორე ნახევარს მარცვლეულ, ბურღულეულსა და ცილოვან კომპონენტს ერთად, მიუხედავად აი ასეთი გადანაწილებისა, ჩვენი ამოცანა არის ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურად სარგო. ყოველი ადამიანისთვის საჭირო რეკომენდაციები შევაგროვოთ, თავი მოვუყაროთ და მხოლოდ პერსონალური საჭიროების შესაბამისად გამოვიყენოთ. როგორ ვიქცევით ამისთვის? ამისთვის ჩვენ ვითვალისწინებთ ბევრ ფაქტორს, ვითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასაკს, ვითვალისწინებთ კონკრეტულ შემთხვევაში მედიკამენტების მოხმარებას, სეზონსაც ვითვალისწინებთ, ჩვენს ეთნოკულტუროლოგიურ თავისებურებას და მრავალ სხვა ფაქტორს. მაგრამ თავარი როდესაც მაგალითად ვსაუბრობთ წყულოვან დაავადებაზე, არის ის რადიკალური ცვლილება, რომელიც კვებითმა რეკომენდაციებმა განიცადეს უკანასკნელი თუნდაც 10 წლის მანძილზე. რა მოხდა ასეთი განსაკუთრებული? განსაკუთრებული დამოკიდებულება არის გათავისუფლებაში. დიახ, გათავისუფლებაში კვებითი რეკომენდაციების თვალსაზრისით. წყლოვანი დაავადება ითვლებოდა ყველაზე მკაცრი შეზღუდვების ზონად. კვებაში, როდესაც ჩვენ პრაქტიკულად ყველა კვებით ჯგუფზე დაწესებული ჰქონდა შეზღუდვა, აკრძალვა, მინიმუმამდე შემცირება ულუფისა, სხვადასხვაგვარი თერმული დამუშავების შერჩევა და ასე შემდეგ. ეს შეზღუდვები თანამედროვე მედიცინამ მოხსნა. მოხსნა არა იმიტომ, რომ უბრალოდ ადამიანი ითხოვს თავისუფლებას, არა. ადამიანის თავისუფლება არის უზენაესი, ჯანმრთელობა არის ადამიანის თავისუფლება და შესაბამისად ადამიანის ცხოვრების ხარისხისთვის, ადამიანის დღეგრძელობისათვის უპირატესი აღმოჩნდა სწორედ ის რეკომენდაციები, რომელსაც შეუძლია ერთი მხრივ არ გააუარესოს ჯანმრთელობის პარამეტრები, დაგვეხმაროს დაავადების მართვაში და მეორე მხრივ არ შექმნას დისკომფორტი მისი შესრულებისას, ანუ რეკომენდაციები არ უნდა იყოს ადამიანისთვის ტვირთი და ასეთ შემთხვევაში, როდესაც წყლოვან დაავადებასთან დაკავშირებულ კვებაზე ვსაუბრობთ, რამდენიმე პრინციპი რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის მაგალითად რეჟიმული შეზღუდვები უკიდურესი, ულუფის უკიდურესი შეზღუდვა, რაციონის უკიდურესი შეზღუდვა, როდესაც მხოლოდ მაგალითად მოხარშული პროდუქტი შეიძლებოდა გამოგვეყენებინა, მხოლოდ პიურე, მხოლოდ ფრინველის თეთრი ხორცი და ასე შემდეგ. მე ამ ძველი რეკომენდაციებით თავს არ შეგაწყენთ, გეტყვით რა მოხდა ახალ რეკომენდაციებში. ახალ რეკომენდაციებში რამდენიმე ძირითადი პრინციპი გამოიკვეთა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ძველი მიდგომებისაგან. მაგალითად, გათავისუფლება ნიშნავს იმას, რომ ყველა ჯგუფის პროდუქტი გამოვიყენოთ. ეს არის პირველი მთავარი პრინციპი. მეორე არის, როდესაც ჩვენ საუბრობთ მივირთვათ საკვები პროდუქტები ყველა ჯგუფიდან, ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა რადიკალურად არ შეცვალოს თავისი კვება, ცხადია თუ ის არ შეიცავს მაღალ რისკებს ჯანმრთელობისათვის. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი არის ადამიანის ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება კვების, აქტივობის და ყოველდღიური რუტინის შენარჩუნებით. ანუ, როდესაც ჩვენ არ ვარღვევთ იმ ყოველდღიურობას, რომელიც წყლოვანი დაავადების დიაგნოზის გარეშეც ჰქონდა ადამიანს. აღმოჩნდა, რომ ეს ფსიქოემოციურად ძალიან ეხმარება ადამიანებს და თვითონ წყლულის მართვაშიც გვეხმარება. რატომ? იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ერთმანეთისგან გავმიჯნავთ სასარგებლო და საზიანო პროდუქტებს, საერთო კანონზომიერება ჯანსაღი კვების მოდელისთვის, რაციონალური კვების მოდელისთვის აქაც რჩება იგივე. როდესაც მაგალითად ჩვენ შაქარს, ცხიმებს, პროცესირებულ პროდუქტებს ყველა კვების მოდელის შემთხვევაში სიფრთხილით ვიყენებთ. იმიტომ კი არა რომ მხოლოდ წყლზე ვლაპარაკობთ, არამედ
ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობისათვის ასე უკეთესია. აგრეთვე გასათვალისწინებელია ალკოჰოლთან დაკავშირებული სიფრთხილე და დამოკიდებულება, რომელიც ყველა ადამიანისთვის საერთოა და ასეთ შემთხვევაში წყლოვანი დაავადების მქონე ადამიანს გამორჩეულად არ აგრძნობინებს თავს. მან იცის, რომ ზოგადად რისკის შემცველია ეს პროდუქტი სხვებისთვისაც და მისთვისაც. თუმცა აქ არის კიდევ დამატებითი აქცენტები, რომელიც თანამედროვე კვების მოდელმა ჩვენ შემოგთავაზა. დავიცვათ რეფლუქსისგან ადამიანის ორგანიზმი. კერძოდ კუჭნაწლავის ტრაქტი, როდესაც მარტივად თუ ვიტყვით უკუღმადინება, არა ზემოდან ქვემოთ, არამედ ქვემოდან ზემოთ საკვებისა, კუჭის მჟავე გარემოდან საყლაპავში, ნეიტრალურ გარემოში გადანაცვლება ძალიან სერიოზული გამაღიზიანებელი ფაქტორი აღმოჩნდება. განსაკუთრებით თუ იმ უბანში არის წყლოვანი დაზიანება. ამიტომ რეფლუქსის პროფილაქტიკისთვის რას ვაკეთებთ? ჯერადობას ვიცავთ, მცირე ულუფებად მივირთმევთ საკვებს, ვერიდებით, სუნელებით უხვად შეკაზმულ პროდუქტებს, ვერიდებით კოფეინის შემცველ პროდუქტებს, გარკვეულწილად ვიცავთ თავს ისეთი გამაღიზიანებელი პროდუქტებისაგან, როგორიც არის ციტრუსი, პომიდორი და ასე შემდეგ, იმისთვის რომ არ გამწვავდეს რეფლუქსი. ვიცავთ წოლის რეჟიმსაც, როდესაც თქვათ მაგალითად ჩვენ აუცილებლად არა უბრალოდ თავი გვაქვს ლოგინში წამოწეული, არამედ მხრები, სხეულის ზედა ნაწილი მაღალ ბალიშზე გვიდევს. ეს გვეხმარება იმაში, რომ ღამის განმავლობაში გულძმარვა არ იყოს შემაწუხებელი. მაგალითად, დაძინებამდე სულ ცოტა 3-4 საათით ადრე დაცლილია ჩვენი კუჭი. როდესაც წყალს ვიყენებთ იმისთვის, რომ კვებამდე მოვამზადოთ კუჭნაწლავის ტრაქტი და დავიცვათ მომატებული მჟავიანობისგან. ვითვალისწინებთ აგრეთვე დროს, შესაბამის ინტერვალებს და რეჟიმულობას იმისთვის, რომ სწორედ კვებათა შორის ინტერვალი აღმოჩნდეს დამზოგავი კუჭნაწლავის ტრაქტისთვის. გასათვალისწინებელია აღნუსხვა პროდუქტების და ამ შემთხვევაში კვების ღიურს გაგახსენებთ ჩვენი გადაცემის ბლოკნოტი. ძალიან კარგი საშუალება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩაინიშნოთ, რამდენი ჭიქა წყალი დალიეთ, არამედ ჩაინიშნოთ, რომელ პროდუქტებზე დღის განმავლობაში მიღებულ რომელ საკვებზე გქონდათ დისკომფორტი. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია თანამედროვე მიდგომაში. როდესაც წყლოვან დაავადებას მართად მე უკვე ვახსენებ, რომ რეფლუქსის თავიდანაცილება მნიშვნელოვანია, გაგიკვირდებათ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ანთების საწინააღმდეგოდ ანტიოქსიდანტების გამოყენება, განსაკუთრებით A ვიტამინის და C ვიტამინის შემცველი პროდუქტების, განსაკუთრებით A ვიტამინის წინამორბედი ნივთიერებების. რომელია ეს პროდუქტები? ეს არის ყველა ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, მოწითალო პროდუქტები, მათი ზომიერი, სწორად გადანაწილებული მოხმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია აგრეთვე ამ პროდუქტების დღის განმავლობაში ულუფებად გადანაწილება, არა უბრალოდ ერთ ჯერზე მირთმევა, არამედ სხვადასხვა ჯერზე გადანაწილება. თქვენ წარმოიდგინეთ მესამე რეკომენდაცია, რომელიც აქ არის გათვალისწინებული, გახლავთ მცენარეული ბოჭკოს სწორი გამოყენება. იყო პერიოდი, როდესაც წყლოვანი დაავადების დროს მცენარეული ბოჭკოს გამოყენებას მინიმუმამდე ამცირებდნენ, ან საერთოდ კრძალავდნენ. დღევანდელმა თანამედროვე მტკიცებითმა მედიცინამ ეს შეხედულება უარყო და რეკომენდაციებს შორის მითითებულია მცენარეული ბოჭკო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად ამ პროდუქტებს ვიყენებთ ყოველდღიურ რაციონში ბოსტნეულის, ხილის, მთლიანი მარცვლეულისგან მომზადებული ფაფების ან სხვა პროდუქტების სახით, თუმცა მაინც ვითვალისწინებთ ერთ გარემოებას. ვითვალისწინებთ გარკვეულ რისკებს, მაშინ, როდესაც უკიდურესად გამწვავებულია მდგომარეობა. არ არის ასეთ დროს მიზანშეწონილი მაქსიმალურად დავტვირთვათ ორგანიზმი. აი აქ არის სწორედ სიფრთხილე საჭირო, როდესაც უკიდურესი გამწვავების დროს არ ვიწყებთ მაგალითად უხეში პროდუქტებით დატვირთვას ჩვენი ორგანიზმისა. ასეთ შემთხვევაში დაზოგვა ორგანიზმისა გულისხმობს მექანიკურ დაზოგვას, გულისხმობს
თერმულ დაზოგვას, როდესაც არც ძალიან ცივს და არ ძალიან ცხელ პროდუქტებს არ ვაწვდით ორგანიზმს, როდესაც შემაწუხებელი ტკივილები გვაქვს, როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობს სიმპტომებთან გამკლავება სხვადასხვა მედიკამენტის გამოყენებით და ქიმიურადაც ვზოგავთ ჩვენს ორგანიზმს, ანუ მექანიკურად, თერმულად, ქიმიურად და ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი დაზოგვისთვის, როდესაც ჩვენ ვირჩევთ პროდუქტებს. რასაკვირველია, ჩვენ წყლოვანი დაავადება პროდუქტების თვალსაზრისით შევთანხმდით თანამედროვე მიდგომის მიხედვით არ გვზღუდავს. თანამედროვე მიდგომით წყლოვანი დაავადების მართვისას ჩვენ გაფართოებულ კვებას ვიყენებთ და ადამიანები ყველა ჯგუფის პროდუქტებს უნდა იყენებდნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამწვავების პერიოდში პირველად დავიწყოთ ისეთი პროდუქტების ჩართვა, რომელიც ჩვენთვის არ არის ჩვეული. ეგზოტიკურია, უჩვეულოა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობისთვის, ჩვენი ენდემური კვების მოდელისთვის, ზოგადად ჩვენი ინდივიდუალური კვების მოდელისთვის. ასეთ შემთხვევაში ასეთი დატვირთვები, ასეთი ჩართვები შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი ტვირთი, დამატებითი რისკი, დამატებითი გამღიზიანებელი ჩვენი ორგანიზმისათვის და არა დამხმარე საშუალება. ყველა დანარჩენ შემთხვევაში დაბალანსებული, გაწონასწორებული კვების მოდელი მრავალფეროვანი არჩევანით იქნება საუკეთესო საშუალება მედიკამენტებთან ერთად წყლოვანი დაავადების მართვისთვის. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციებით. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და ღირსებას გისურვებთ.